წყლის დეფიციტი ორგანიზმში, გადახურება და მზის დაკვრა. ეს არის მთავარი რისკები, რომელიც ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება. მედიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მოუწოდებენ და ურჩევენ მზეში გარეთ გასვლას თავი არიდონ. Ძალიან სიცხეროა, გარეთ არ უნდა ვიყოთ ხოლმე, მაქსიმალურად ჩრდილში ვეცადოთ ვიყოთ. სითხე დიდი რაოდენობით გარდა ალკოჰოლისა, ტკბილი სასმელებისა და ასევე კოფეინის შემცველი სასმელებისა. ღამე ფანჯრები უნდა გავაღოთ, როდესაც შედარებით სიგრილეა, იმისათვის რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად განიავდეს ეს ყველა რჩევა. პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ იმათმა, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრობლემები. პედიატრებს სპეციალური რეკომენდაციები აქვთ ბავშვებისთვის, რადგან სიცხე მომეტებულ რისკებს სწორედ მათ უქმნით. მაღალი ტემპერატურის პირობებში აუცილებელია პატარების მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვა და სითხის მიღება. როდესაც ჩვენ ბავშვი გარეთ გავყავს, წინასწარ უნდა მოვამზადოთ ბავშვის ორგანიზმი მზისაგან დასაცავად. ამაში გულისხმობ პირველ რიგში ტანსაცმელს, ხელები მთლიანად უნდა იყოს დაფარული, სასურველია თავზე ქუდი, ასევე აუცილებელია მზისგან დამცავი სათვალის გაკეთება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტური, ეს არის კანზე მზისგან დამცავი მალამოების დატანა, გარანტირებულად მიცემა წყლის რაოდენობის, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი. მზისგან თავის დაცვის გარდა დღის წესრიგში დგება საკვების სწორად შენახვის წესების მკაცრად დაცვა და ხელების ჰიგიენა. ინფექციონისტები გვაფრთხილებენ, რომ ცხელი გარემო ნაწლავური მიკრობების გაჩენისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. მაღალი ტემპერატურა უპირატესად არის ნაწლავთა ინფექციების მატებასთან დაკავშირებული. როგორც წესი ეს იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ საკვების შენახვასთან, ხელის დაბინძურებას, ხელის დაბანასთან სიხშირე აქ პერიოდში უფრო ხშირი უნდა იყოს, იმიტომ რომ მიკრობი ყველა ხელზე შეიძლება აღმოჩნდეს და უფრო მეტად მრავლდება. რეკომენდაციები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტუალურია. განსაკუთრებით კი უახლოეს დღეებში, როდესაც სინოპტიკოსები მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ.